14 მაისს სოლოლაკში სახელმწიფო კანცელარიასთან იმყოფებოდა ქალბატონი მარინა ბარაბაძე და მისი ვაჟი კონსტანტინე გოგიჩაიშვილი. 2005 წლიდან მათ აქვთ პრობლემა საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. კონსტანტინე გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ მათ მიმართეს სახელმწიფო კანცელარიასაც, მაგრამ მათ ამ ოჯახის პრობლემა გადააბარეს მერიას. კანცელარიასთან არ იმყოფებოდა ბევრი ხალხი, მაგრამ განაცხადეს, რომ შაბათს პირველ საათზე დაგეგმილი აქვს მასშტაბური აქცია. 2005 წელს თბილისის მერიამ გადაგვიყვანა ავეჯის სახლ საბაში, ამ კინო საქართველოსთან იმ დაპირებით, რომ გვექნებოდა გადასახადის შეღავათიანი პირობები, რაღაცები და რაც იცრუე აღმოჩნდა, იმიტომ რომ 3 წელიწადში გადასახადი გაიზარდა 355% და ამის შედეგად ამოვიღეთ ხმა. დედა ჩემი ქალბატონი მარინა ბარაბაძე აგროვებდა ხელმოწერებს ავეჯის სახლ საბაში რაღაც სამ ფაქტთან დაკავშირებით და შევიტანეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისის მერიაში. საკრებულოში არც ერთი მაშინდელი მთავრობის სტრუქტურა არ დავტოვეთ, რომ განცხადება არ შეგვიტანა, მაგრამ უშედეგოდ.